ხუჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ლიდერი, რომელიც იდეალურ სეზონს ატარებს პარის სენ-ჟერმენში. ჩემპიონთა ლიგას და ლიგა ერთერდროულად ბომბავს გოლებითა და ასისტებით. მან კვლავ ყველა ალაპარაკა. რა ხდება ქართველის გარშემო? მამუკა ჯუღელი, მისი აგენტი აღარ არის. მადრიდის რეალი და ოქროს ბურთი. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღევანდელ ვიდეოში. ამიტომ დაალაიქე. ჩვენი მიზანია 1000 მოწონებაზე ასვლა. ასევე გამოწერის ღილაკსაც დააჭირე. მადლობა შენ, თუ ჩემიას ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ვიდეოზე გადავიდეთ. ბრიტანულმა გამოცემა გიუმი სპორტმა პარის სენ-ჟერმენისა და ბაიერნის მატჩის შემდეგ, რომელიც ფრანგებმა 5-4 მოიგეს, ოქროს ბურთის საკუთარი რეიტინგი გაანახლა. ხუჩა კვარაცხელია ტოპ-10-ში პირველად შეიყვანეს და ქართველი გარემარბი მე-7 პოზიციას იკავებს. როდესაც მოედანზე გადის, ხუჩა კვარაცხელია გულშემატკივრების მოხიბლვას ყოველთვის ახერხებს. ქართველი ჯადოქარი ერთ-ერთზე თამაშის ნამდვილი ოსტატია და მეტოქე გუნდების განაპირა მცველებს შიშის ზარს სცემს. თუმცა ის მხოლოდ საოცარი დრიბლიორი არ არის. კვარაცხელიას უკვე 25-ზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და დიდი შანსია კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულოს იმაში, რომ პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე დიზედ მეორედ მოიგოს. წერს ბრიტანული გამოცემა. მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მწვრთნელმა და ხუჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა იური სომინმა ხუჩას მიერ ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა. ხუჩა უკვე იყო ამ ჯილდოს პრეტენდენტი. წელს ალბათ უფრო ნაკლები ტიტული ექნება ვიდრე მის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონში, თუმცა ახლა ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს ვიდრე ადრე. ფიქრობ ის ოქროს ბურთის რეალური პრეტენდენტია, იმ შემთხვევაში, თუ PSG ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. თქვენც დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია, რომ ხუჩა კვარაცხელია წელს ოქროს ბურთს მოიგებს, რადგან მოგახსენებათ ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი და ძირითად შემთხვევაში ოქროს ბურთს აძლევენ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის საუკეთესო ფეხბურთელს. ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და გავლენიანი გამოცემა Le Parisien-ის სპორტულმა ანალიტიკოსმა დომენიკ სევერაკმა PSG-სა და ბაიერნის ნახევარფინალური სუპერდაპირისპირების შემდეგ ხუჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველ შემტევს ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეუძლია. მგონია, რომ პარის სენ-ჟერმენი ახლა გასულ სეზონზე ძლიერი გუნდია. გუნდმა იცის, როგორ უნდა იპოვოს ჩემპიონთა ლიგის მოსაგები გზები. იცის, როგორ უნდა გაუძლოს რთულ მომენტებს, როგორც ეს ემფილდზე ქარიშხლის დროს მოხდა. კვარამ კიდევ უფრო მოუმატა, ასევე ბარკოლამაც, რომელიც ჩელსისთან საპასუხო მატჩში კოჭის ტრავმამდე სრულიად შეუჩერებელი იყო, რადგან ზაირემერის სახით გუნდს ნახევარდაცვაში კიდევ ერთი დამატებითი ვარიანტი აქვს, რადგან დონარუმას არ ყოფნა ჯერჯერობით არ იგრძნობა. ნუნუ მენდეში წინა სეზონთან შედარებით ოდნავ უფრო სუსტი მეჩვენება, ეს ალბათ ერთადერთი მინუსი იქნებოდა. შეუძლია თუ არა კვარას ოქროს ბურთისთვის ბრძოლა? დიახ, ხმის მიცემა დღეს რომ სრულდებოდეს, ჩეგე კვარა საუკეთესო სამეულში იქნებოდა. ის არის ტორნადო ქარიშხალი, მხეცი, რომელიც თავის ცხოველურ ძალას დიდ შეხვედრებში ავლენს. ოლისეც თავისი განსხვავებული და უფრო რბილი დახვეწილი სტილით. ცხადი ასევე იქნებოდა პოდიუმზე. საპასუხო მატჩში მათ პოზიციებს ცოტა უფრო ზუსტად გავარკვევთ. მაგრამ რაც მთავარია, შემდეგ მოდის მსოფლიო ჩემპიონატი. მეორე ან მესამე ადგილზე გასვლის იმედი რომ კონდეს. კვარამ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, რათა ზედმეტად ბევრი პოზიცია არ დაკარგოს იმის გამო, რომ მუნდიალზე არ თამაშობს. აქვე დავამატებ, რომ მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს და ვერ მოხვდით ამ უმშვენიერეს ტურნირზე. მაგრამ არა უშავს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წინაა და საერთოდ ყველაფერი შეგვიძლია. მამუკა ჯუღელი, როგორც მოგეხსენებათ, ხუჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ის ოჯახის მეგობარიც არის და მთელი კარიერის განმავლობაში კვარას გვერდში იყო. 100%-იანი ინფორმაცია არსად არ დევს, თუმცა თუ დაუჯერებთ უკვე არსებულ ინფორმაციას და წყაროებს, საკმაოდ მშვიდად და კონფლიქტის გარეშე დაიშალნენ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რატომ შეიძლება შეეცვალა კვარაცხელიას აგენტი, რა შეიძლება იყოს ამის ნამდვილი მიზეზი. ასევე მოგვს თეორია, რომ ფლორენტინო პერეს აუცილებლად მოუნდება ხუჩა კვარაცხელიას მადრიდის რეალში გადაბირება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ვინისიუსი და მბაპე ერთმანეთს ვერ ეწყობიან და მარცხენა ფლანგზე ტოპ მოთამაშის დამატება რეალისტვის ძალიან კარგი იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რეალ მადრიდი
მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირებული კლუბია, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტად ანათებს ხვიჩა კვარაცხელია და მისი ყიდვა საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა შემდეგი სეზონისთვის, რადგან ძალიან მოუხდებოდა მადრიდის რეალს, იმით რომ ჩემპიონთა ლიგას და დიდ თამაშებს საერთოდ არ უშინდება, პირიქით უფრო კარგადაც თამაშობს, სადაც დიდი მეტოქია და მნიშვნელოვანი მატჩია, რაც მადრიდის რეალში უყვართ და პატივს სცემენ. Plus კიდევ ამის ზემოდან, ფიქრობ ხვიჩა ბევრად უფრო შეეწყობა მბაპეს ვიდრე ვინისიუსი. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოიგოს ოქროს ბურთი, შემდეგ სეზონში ვიხილოთ მადრიდის რეალში. და ასევე მამუკა ჯუღელთან დაკავშირებითაც დაწერეთ თქვენი აზრები. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო, ან ოდნავ მაინც სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. აუცილებლად დაალაიქეთ ის, გამოიწერეთ არხი, მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.